მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო. ჩვენ გვაქვს დღის წესრიგში წარმოდგენილი საკითხები, ერთ საკითხით დაჩქარებული დაგვემატა. დავამტკიცოთ დღის წესრიგი. მადლობთ. დაჩქარებული, როგორც წესია, გავიაროთ პირველ რიგში საგადასახადო კოდექსთან დაკავშირებით მოხსენებელი ბატონი ირაკლი. კოლეგებო, თავიდანვე ვიტყვი, რომ თქვენ იცით, ეს ჩვენი ინიცირებული კანონპროექტია, იმის გამო, რომ უკვე პარლამენტის თავმჯდომარემ ეს ახსნა ბიუროზედაც, იმის გამო, რომ ოთხშაბათს პატრიარქთან დაკავშირებული საკითხების გამო დაჩქარებული საკითხები ვერ მორჩა, არადა აუცილებლად სასწრაფოდ მისაღები საკითხები, ამიტომ თავიდან დაინიცირდა და პრაქტიკულად ეს საკითხი ჩვენ გავლილი გვაქვს, მაგრამ ბატონ ირაკლის ვთხოვ, რომ მოკლედ მაინც შეგვახსენოს ის მოხლები, რაზეც არის საუბარი. ანუ ჩვენ ამ დაჩქარებულით 2 აპრილამდე ვასწრებთ ამ კანონის მიღებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, რო გაგრძელებული იყო ჩვეულებრივი წესი, შეიძლება მაისის ბოლომდე არ მიგვეხო. კარგი, მადლობა, ბატონო თავმჯდომარე. როგორც თქვენ ბრძანეთ, აღნიშნული საკითხი ჩვენ პირველი მოსმენით განვიხილეთ, თუმცა შემდეგ ცნობილი მიზეზიდან გამომდინარე დასრულება ვერ მოხერხდა. მე ძირითად მიმართულებებზე გავაკეთებ აქცენტს, წარმოგიდგენთ საგადასახადო კოდექსში ცვლილებას და ასევე საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ კანონში ცვლილებას. თქვენ იცით, რომ აქ ძირითადად საუბარი იყო აქციზის განაკვეთის ცვლილებაზე 6 წლამდე ავტომობილების შემთხვევაში ფიქსირებულად აქციზის განაკვეთი იქნება ლარნახევარი 1.5 ლარი და 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების შემთხვევაში აქციზის განაკვეთი განისაზღვრა 4.5 ლარით. ამავდროულად შენარჩუნებულია ის სპეციალური განაკვეთები და ასევე აუცილებლად უნდა ითქვას, რომ წინა რეგულაციით რაც იყო გათვალისწინებული დიფერენცირებული გადასახადები ის უქმდება მოქმედი წარმოდგენილი კანონპროექტით კერძოდ 192 მუხლის პირველი ნაწილის ცხრილის მეოთხე გრაფა, სადაც წლების მიხედვით ავტომობილებზე დადგენილი იყო აქციზის განაკვეთები. ნიშნულოვანია, რომ კანონპროექტი ასევე ინარჩუნებს ძირითადი განაკვეთებისგან განსხვავებულ სპეციალურ განაკვეთებს. მარცხენასაჭიანი ჰიბრიდული ავტომობილებისთვის ძალაში რჩება ძირითადი განაკვეთის 60%-ით შემცირებული განაკვეთი, მარჯვენასაჭიანი ავტომობილებისათვის შესაბამისი აქციზის განაკვეთის გასამაგებული განაკვეთი, ხოლო ელექტროძრავიანი მარჯვენასაჭიანი ავტომობილებისათვის აქციზის განაკვეთი შეადგენს ფიქსირებულად 3000 ლარს. კანონპროექტით ასევე გათვალისწინებულია ავტომობილის სლოვანების, განსაზღვრის წესი და სხვა ტექნიკურ-რედაქციული ხასიათის ცვლილებები. ასევე აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს გარდამავალ დებულებებს, რომლის შესაბამისათაც თუ ავტოსატრანსპორტო საშუალება საქართველოში შემოყვანილი ან დაწყებულია მისი ტრანსპორტირება 2 აპრილამდე გამოყენებული იქნება ამ ცვლილებამდე მოქმედი განაკვეთები. ამასთან თუ ავტომობილის ტრანსპორტირება ხორციელდება სახმელეთო ტრანსპორტით ან იგი გადაადგილდება თავისი სვლით, დგინდება დამატებითი პირობა, რომლის მიხედვითაც ამ კანონის ამოქმედებამდე დადგენილი განაკვეთები გავრცელდება ავტომობილის საქართველოს ტერიტორიაზე 2026 წლის 1 ივლისამდე შემოყვანის შემთხვევაში. კანონი ძალაში შედის 2026 წლის 2 აპრილიდან. ჩვენი შეფასებით კანონპროექტის ფისკალური ეფექტი იქნება ნეიტრალური. ასევე წარმოგიდგენთ თანდem კანონპროექტს ავტომობილო ტრანსპორტის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს მარტივ კრიტერიუმის ცვლილებას კლასიკურ ავტომობილად მიჩნევასთან დაკავშირებით. კერძოდ თუ კლასიკურ ავტომობილად ჩაითვლება ავტომობილი, რომლის წლოვანებაც აღემატება 30 წელს, ნაცვლად 40 წლისა. დიდი მადლობა. მადლობთ. მე უკვე აღნიშნე, რომ ეს საკითხი განხილულ გვაქვს, თუ დამატებით არის შეკითხვები, თუ არა და დავაყენოთ კენჭის ხრაზე მაშინ. ვინ არის მომხრე? წინააღმდეგი? ბატონი გიგასაგები, კი ბატონო. კარგი, საკითხი ამოწურული არის. ხოლ სესიაზე გავა.
შემდეგი საკითხი ჩვენ გვაქვს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები ფაქტორინგის შესახებ და თანამდებობრივი კანონები. კოლეგებო, ძალიან ბევრი კანონები არის ამ პაკეტში, მოხსენებელი ბატონ ირაკლი ნადარიშვილი, კი ბატონო. ეკონომიკისა და კრედიტის განვითარების მინისტრის მოადგილე ბატონი ირაკლი ნადარიშვილი. საქმე იმაშია, ეს არის მესამე მოსმენა, მაგრამ მესამე მოსმენიდან გამომდინარე ყველა კანონპროექტს უნდა კენჭისყრა. ჩვენ კომპლექსურად ერთი კენჭისყრით ვერ გავაკეთებთ. ამიტომ ჩამონათვალს გავაკეთებ, თუ რამე ცვლილება არ არის, დავაყენებ კენჭისყრას და თუ რაიმე შენიშვნა არის ან წინააღმდეგია ვინმე, გთხოვთ რომ თქვას იმ კანონპროექტზე, რომელზეც იქნება საუბარი. ბატონო ირაკლი, თუ გინდგნებავთ რომ რაიმე თავში თქვათ, მოკლედ შეხსენების კუთხით ვარ და გადავიდეთ მაშინ. კი ბატონო. კი ბატონო, უკვე ორჯერ კომიტეტზე გვაქვს ხელული, ორჯერ სესიაზე, ამიტომ კი ბატონო. პირველი არის ფაქტორინგის შესახებ. მხოლოდ რედაქციული ხასიათის ცვლილებები. ვინ არის მომხრე? წინააღმდეგი, რადგან ყველანი მომხრეა, მე მაშინ აღარ ვიტყვი ხოლმე დრო რომ არ დავკარგოთ და თუ ვინმეს წინადადება ექნება, რამე ბრძანეთ. შემდეგი საკითხი არის სარეგისტრაციო მოსაკრებლის შესახებ. მხოლოდ რედაქციული ხასიათის ცვლილებები. საჯარო რეესტრის შესახებ. მხოლოდ რედაქციული ხასიათის ცვლილებები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ. ასევე მხოლოდ რედაქციული ხასიათის ცვლილებები. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ. მხოლოდ რედაქციული ხასიათის ცვლილებები. საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ. რედაქციული ხასიათის ცვლილებები. ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ. ასევე მხოლოდ რედაქციული ხასიათის ცვლილებები. საინვესტიციო ფონდების შესახებ. მხოლოდ რედაქციული ხასიათის ცვლილებები. ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ საქართველოს კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე. ასევე მხოლოდ რედაქციული ცვლილებები. ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ. მხოლოდ რედაქციული ცვლილებები. კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ. მხოლოდ რედაქციული ცვლილებები. მიკრობანკების საქმიანობის შესახებ. ასევე მხოლოდ რედაქციული ხასიათის ცვლილებები. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ. ასევე რედაქციული ცვლილებები. ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ საქართველოს კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე. მხოლოდ რედაქციული ხასიათის ცვლილებები. ეროვნული ბანკის შესახებ. მხოლოდ რედაქციული ხასიათის ცვლილებები. ასე კიდევ ერთხელ საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ. ეს არის ცვლილებაში ცვლილება და კენჭი არ უნდა ეყაროს, ვინაიდან ეს ცვლილება ძალაში შევიდა უკვე 25 წლის პირველ უკვე ბატონო ეგ სესიაზე იქნება და ახლა ჩვენ. რედაქციულია ახალწლში. კარგი, თუ რაიმე შენიშვნა ან დამატება არ არის, ძალიან მნიშვნელოვანი კანონია, წელიწადზე მეტი მიდიოდა ამ კანონპროექტზე მუშაობა და მადლობა. მადლობთ. ხარდაჭერილი არის. მადლობთ ბატონო ირაკლი. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი 2019 წლის 27 ნოემბრის საქართველოს და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების ჩვეულებრივი ოპერაციები, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის შოროპანი არგვეთას მონაკვეთი, გაუმჯობესების პროექტი, ნომერი 2 ცვლილების წერილი შეთანხმება. მოხსენებელი ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ქალბატონი მზია გიორგობიანი. გთხოვთ ქალბატონი. მოგესალმებით, წარმოგიდგენთ რატიფიცირებისათვის საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის ხელმოწერილ სასესხო შეთანხმების აღმოსავლეთ-დასავლეთ მაგისტრალის შორაპანი არგვეთას მონაკვეთის გაუმჯობესების პროექტის ნომერ 2 ცვლილების წერილი შეთანხმების ფორმით გაფორმებულ შეთანხმებას. აღნიშნული შეთანხმება გაფორმებული არის 2019 წლის 27 ნოემბერს, როგორც უკვე აღინიშნა, ცვლილება შედის სესხის დახურვის ვადის გადაწევასთან მიმართებაში, რომელიც განისაზღვრება 2027 წლის 31 დეკემბრამდე, ხოლო პროექტის დასრულების სავარაუდო თარიღი იქნება 2027 წლის 30 სექტემბრამდე. სესხის ფინანსური პირობები იგივე რჩება, როგორც თანხის მოცულობასთან დაკავშირებით, ასევე სესხის ხანგრძლივობასთან
დასრულებასთან მიმართებაში და ცვლილება გამოწვეული არის მიმდინარე ღონისძიებების დასრულებასთან მიმართებაში, რომელიც არის ინტელექტუალური სამუშაო და აღნიშნული სამუშაოების დასრულებას მოველით, რომ დასრულდება 2027 წლის 30 სექტემბრამდე. ეს არის ორი შესწავლა, ერთი შესყიდვა არის და ერთი შესწავლა არის. შესწავლა გახლავთ სტრატეგიის მომზადება გზების მოვლა შენახვასთან მიმართებაში, ხოლო მეორე არის ტექნიკური სასწორების შეძენა, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება და დამონტაჟდება მთელი გზის მონაკვეთზე. დამატებითი კითხვების შემთხვევაში მზად ვარ კითხვის. შეკითხვები თუ არის? მე მგონი გასაგებია ყველაფერი. მაშინ დავაყენებ კენჭისყრაზე, ვინ არის მოხრე? წინააღმდეგი არ არის. მადლობთ ქალბატონო. მადლობა. შემდეგი საკითხი საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი 2019 წლის 9 დეკემბრის საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების ჩვეულებრივი ოპერაციები, საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამა ნომერ 2 ცვლილების წერილ შეთანხმება. მოხსენებელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ქალბატონი ნინო ენუკიძე. გთხოვთ ქალბატონო. მოგესალმებით, წარმოგიდგენთ 2019 წლის 9 დეკემბერს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების ნომერ 2 ცვლილება წერილ დამატებას, ასე ვთქვათ. როგორც მოგეხსენებათ, აღნიშნული სესხი 2019 წელს გაფორმდა, სესხის ფინანსური პირობები უცვლელია, მხოლოდ ვადის გადაწევა არის მოთხოვნილი. ჯამში 13.550.000 ევროს ოდენობის სესხი იყო, აქედან 23 წლის ბოლოს სივრცითი კომპონენტი დაემატა და ნომერი 1 ცვლილება დამატება შევიდა ამ სასესხო შეთანხმებაში. უბრალოდ პერიოდი იყო მოკლე, 2025 წლის ბოლომდე ვერ ჩავეტიეთ, გამომდინარე იქიდან, რომ პროცედურული ნაწილი, ტენდერები, ADB-ის პროცედურები გაიწელა, რიგი ტენდერი დასრულდა უარყოფითი შედეგით ამ პრეტენდენტების სიმცირის გამო, აქედან გამომდინარე მოთხოვნილია დაახლოებით, არა ზუსტად 33 თვით გადავადება 2028 წლის 30 სექტემბრამდე, ეს რაც შეეხება შინაარსობრივ ცვლილებას და ასევე ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელი ზუსტდება და იცვლება ახალი სახით, ანუ ტექნიკური ხასიათის შესწორება შედის აღნიშნულ სასესხო შეთანხმებაში. თუ შეკითხვები არ გაქვთ, გთხოვთ დაგვიჭიროთ მხარი ვადის გადაწევასთან დაკავშირებით. შეკითხვები, მე მგონი აქაც ყველაფერი გასაგებია. ვინ არის მომხრე? წინააღმდეგი არ არის. მადლობთ ქალბატონო ნინო. დიდი მადლობა. და ბოლო საკითხი ჩვენი საკითხი არის ეს ეხება ჩვენი აუდიტის ჯგუფის სხდომას. ესე იგი ჩვენ 16 მარტს ჩავატარეთ აუდიტის ჯგუფის სხდომა და განხილული იყო ორი საკითხი. პირველი საჯარო უწყებებში მივლინებების მართვის შესაბამისი აუდიტის ანგარიში. პერიოდი მოიცავდა 22-23 წლებს და გაიცავა ორი რეკომენდაცია. მეორე საკითხი იყო სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში. პერიოდი მოიცავდა 22-24 წლებს, ასევე გაიცავა 4 რეკომენდაცია. სხდომას ტრადიციულად ესწრებოდა გენერალური აუდიტის მოადგილე და მეორე მხრივ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე და ფინანსთა მინისტრის მოადგილე. ყველას გვახსოვთ, რომ უმეტესობა ვესწრებოდით. თუ რაიმე შენიშვნა არ არის, დავამტკიცოთ ეს საკითხიც. მადლობა. კოლეგებო, ხვალ ჩვენ სხდომა აღარ გვექნება, რადგან დაჩქარებული დღეს დავამატეთ, 4 შაბათს გვექნება ორი სხდომა დაჩქარებული, მხოლოდ დაჩქარებული საკითხი. დამატებით მოგაცვდით ინფორმაციას, როდის იქნება. დიდი მადლობა.